ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით მესამე აკადემიური საბჭო დაკომპლექტდა აკადემიურმა პერსონალმა ნდობა 5 ძველ და 4 ახალ წევრს გამოუცხადა. სასწავლებლის მომავალი 4 წლის განვითარება საბჭომ გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაში უნდა გაწეროს. ახლადარჩეული წევრები პირველი ხდომისთვის ემზადებიან. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეული აკადემიური საბჭო პირველ ხდომას ამ კვირაში გამართავს. სხვა დეტალები უცნობია, თუმცა დღის წესრიგში საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობასთან ერთად სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე საკითხი იქნება. პირველი საკითხი, რაც განიხილება, ეს არის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობა. რექტორი ირჩევა 4 წლის ვადით, რექტორი ჩვენთან არჩეულია 2012 წლის მაისის თვეში, ასე რომ რექტორზე ნდობის გამოცხადების საკითხი ამ ეტაპზე არ დგას. წესდების შესაბამისად საბჭომ უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული და სასწავლო გეგმა უნდა შეიმუშაოს. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო 4 წლის ვადით აირჩიეს. ახალ შემადგენლობაში უმრავლესობა ძველი სახეა. ფაკულტეტებზე არჩეული 9 წევრიდან 5 აკადემიურ საბჭოში მეორე ვადით იმუშავებს. საბჭოს უნივერსიტეტის რექტორი უხელმძღვანელებს. იქნება ახალი წინადადებები უნივერსიტეტის განვითარების შესახებ. ჩვენ ერთის მხრივ უნდა შევინარჩუნოთ ეს ჩვენი პრესტიჟი და ჩვენი მიღწევები და ვიფიქროთ აგრეთვე მის შემდგომ განვითარებაზე, მის ინტეგრაციაზე ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. ბევრი რამ გაკეთდა უნივერსიტეტში ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმაზე უფრო მეტი არის გასაკეთებელი, ვიდრე გაკეთდა. ამიტომ საკითხები პირველ რიგში დაკავშირებული იქნება სწორედ სასწავლო პროცესთან, მის გაუმჯობესებასთან, მის სრულყოფასთან, მის დაახლოებასთან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. არჩევნებში 13 პრეტენდენტი მონაწილეობდა. კონკურსის შედეგები არც ერთ მათგანს არ გაუსაჩივრებია. პარალელურად ჩატარდა წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებიც, სადაც 26 წევრიდან სტუდენტებისთვის განკუთვნილი 2 ადგილი ვაკანტური დარჩა. ორ ფაკულტეტზე ჩავარდა არჩევნები, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საჭირო რაოდენობის სტუდენტი არ მივიდა თუ ვერ მივიდა. და იმ ორ ფაკულტეტზე განმეორებითი არჩევნები ეკითხება და ჩვენ თვითმმართველობა ყოველთვის უნდა ვიყოთ იმ დარაჯოზე, რომ თითოეულმა საბჭომ მიიღოს ასე ვთქვათ სტუდენტისათვის საჭირო და